სოფლიო ბანკი წელს საქართველოს ეკონომიკის 5.9%-იან ზრდასელის. ეს უფრო ოპტიმისტური მაჩვენებელია, ვიდრე მთავრობის დაგეგმილი ბიუჯეტითაა გათვალისწინებული. რა გამოწვევები და მოლოდინებია ქვეყანაში, TBC კაპიტალის მთავარ ეკონომისტთან ვისაუბრებთ. ნოდარ ნადარაია გვერდება პირდაპირ ეთერში წლის დასაწყისში. მადლობა გაცემაში ჩართვისთვის. მე და თქვენ ერთგვარად წლის ბოლოსაც შევხვდით ამ ეთერში და მაშინ გარკვეულ წელს 2025 წელი შევაჯამეთ. 2026 წელთან მიმართებაში საკმაოდ პოზიტიური მოლოდინები გაქვთ წამყვან საინვესტიციო ბანკებს და კომპანიებს. რეალურად ბატონოთარ, თუ შეგიძლიათ გითხრათ რა მოლოდინი გაქვთ ამ მოცემულობით წლის დასაწყისიდან გამომდინარე, განსაკუთრებით იმის გათვალისწინებით, რა რეალური სურათი, რა საკმაოდ რთული სურათიც გვაქვს მსოფლიოში გლობალურ პოლიტიკურ თუ საომარ ვითარებებზე მაქვს საუბარი. მოგესალმებით კიდევ ერთხელ. დიახ, რასაკვირველია ეს ასე ვთქვათ გაურკვევლობა ამის პრობლემურობა კიდევ უფრო იზრდება და ჩვენ ხედავთ რომ სამწუხარო მოვლენებს აქვს ადგილი, მათ შორის ადამიანური თვალსაზრისით. ამას დავამატებდი რომ ჩვენი შეფასებით თქვენცით ჩვენ ყოველთვის უფრო ოპტიმისტური პროგნოზი ქონდა, თქვათ 10% ასე შემდეგ, თუმცა მომავალ წელს თქვენ ახსენეთ სოფლიო ბანკი 5.5 ასევე სავალუტო ფონდსაც უფრო მაღალი პროგნოზი აქვს ვიდრე 5% რაც არის ასე ვთქვათ მთავრობის პროგნოზი. ჩვენ ჯერჯერობით დაახლოებით 4.5 პროგნოზი გვაქვს. ხა დიდი განსხვავება არ არის ამ მაჩვენებლებს შორის, მაგრამ გარდა იმ ფაქტორებისა, რაც თქვენ აღნიშნეთ, ჩვენ ვითვალისწინებთ უკრაინაში ომის დასრულების გარკვეულ გაზრდილ ალბათობას, ისევ და ისევ სამწუხაროდ ხილად ვამბობ გარკვეულ გაზრდილ ალბათობას. ხა რატოა ეს? ბატონოთარ, სანამ გააგრძელებთ საუბარს, მინდა გკითხოთ, წელი პოლიტიკური კუთხით საკმაოდ რთულად დაიწყო და ვენესუელაში მიმდინარე პროცესების ახლა თითქოს შედარებით სტაბილურია ვითარება. ეხლა გვაქვს სახეზე ირანში საკმაოდ მძიმე სურათი. ეს ორივე ქვეყანა არის ნავთობთან მიმართებაში ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი წილი უკავია მსოფლიო ბაზრებზე. სწორედ ამის გათვალისწინებით არის საინტერესო, იმიტომ რომ როდესაც ნავთობი ძვირდება, ეს მთლიანობაში გლობალურად ინფლაციაზე თუ სხვა პროცესებზე მნიშვნელოვან გავლენას ახდენს. ამ პროცესების გათვალისწინებით რა მოლოდინი გაქვთ? სწორედ ეს არის ჩემი მთავარი შეკითხვა. დიახ, რა თქმა უნდა, ამ სამწუხარო მოვლენებს ხლა არაერთ მაკროეკონომიკურ მაჩვენებელზე აქვს ზეგავლენა. თქვენ როგორც აღნიშნეთ, ანუ ნავთობის ფასი ალბათ ყველაზე მნიშვნელოვანია, თუმცა ჯერჯერობით რაც ჩანს, ესე იგი ვენესუელის ფაქტორმა ნავთობი გააიაფა, ხომ? თუმცა ირანში განვითარებულმა მოვლენებმა ნავთობი გააძვირა რეალურად, ამიტომ დაახლოებით თუ მეტნაკლებად ეს ერთმანეთს აბალანსებს. რა თქმა უნდა, ინფლაცია თქვენ ახსენეთ და მნიშვნელოვანია, თუმცა ჯერჯერობით ცვლილება არ არის იმ მასშტაბის, რომ ამ მკვეთრი ზეგავლენა გამოიწვიოს ინფლაციაზე. ეს ერთი, მეორე, საქართველოს ზეგავლენის კუთხით ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მართალია ჩვენ ნავთობის იმპორტიორები ვართ და თითქოს პირდაპირი ეფექტით და ეს ასეა, იაფი ნავთობი უფრო გვაწყობს, ხომ? ამიტომ რომ უფრო ნაკლებს ხარჯავთ ნავთობის შესყიდვაში. თუმცა ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ტურიზმის იგივე გზავნილების ექსპორტის სახით ჩვენ დიდი შემოსავლები გვაქვს ნავთობის ექსპორტიორი ქვეყნებიდან, ხო? იგივე როგორც არის აზერბაიჯანი, თუნდაც რუსეთი, არაბეთის ქვეყნები, იცით რომ მნიშვნელოვანია მათი როლი ბოლო პერიოდში და ყაზახეთი ასე შემდეგ. ამიტომ ნავთობის ფასი ინფლაციის გარდა ნავთობის ფასი თუ მნიშვნელოვნად გაიზრდება, რა თქმა უნდა, მიზეზსაც გააჩნია, მაგრამ მაინც ეს ნიშნავს, რომ ჩვენ მეც გადავიხდით ნავთობში, მაგრამ სავალუტო შემოსავლებით სავარაუდოდ მეტი გვექნება, იმიტომ რომ ეს ქვეყნები მეტ შემოსავლებს მიიღებენ ირიბად. დიახ. კი ბატონო, რაც შეეხება მთლიანობაში დაუშვათ იგივე საქართველოში ინფლაციურ პროცესებს, წლის ბოლოს საკმაოდ მეტნაკლებად დასტაბილურების მაჩვენებელი ჰქონდა, მაგრამ მოლოდინები მაინც სკეპტიკურია, თითქოს ასე ჩანს ყოველ შემთხვევაში. ამ შემთხვევაში როგორია TBC კაპიტალის ვარაუდი, შესაძლებელია რომ ინფლაცია ეროვნული ბანკის მიზნობრივ მაჩვენებელთან 3%-თან ახლოს იყოს? დიახ, ინფლაციას რაც შეეხება ჩვენ თანამოყრობას კიდევ ერთხელ შევახსენებ, რომ ერთია წლიური ინფლაციის დინამიკა, ცოტა ტექნიკური საკითხია, მაგრამ პროგნოზისთვის ძალიან მნიშვნელოვანია.
ერთია წლიური ინფლაციის დინამიკა, მაგალითად ნოემბერთან, რამდენია დეკემბერთან და მეორეა ყოველთვიური დინამიკა, ხომ წინა თვესთან შედარებით უფრო ახალი დინამიკა, უფრო უახლესი დინამიკა სეზონური ფაქტორების გათვალისწინებით, რა თქმა უნდა, ვიცით რომ ჩვენთან მაგალითად ზაფხულში უფრო იაფთება გარკვეული პროდუქტები, ზამთარში უფრო ძვირდება, ხომ? ანუ ამის გათვალისწინებით ყოველთვიური დინამიკა დამაიმედებელია, უკვე დიდი ხანია ინფლაცია, ანუ ყოველთვიური დინამიკის კუთხით სამიზნესთან ძალიან ახლოა, ხო, გარკვეულ თვეებში დაბალიც კი. ამიტომ რა თქმა უნდა, სურსათის თემა არის, ბევრი თემა არის თქვენ, რომელიც დღეს აქტუალურია, თუმცა ის რომ ინფლაციის ტემპი მნიშვნელოვნად მაღალია ვიდრე სამიზნე, ეს ასე არ არის. ჩვენი პროგნოზით რიცხვებში რომ ვთქვა, რა თქმა უნდა, ისე რომ ნავთობი ახსენეთ თქვენ სხვადასხვა ინიციატივა მნიშვნელოვანი ტარიფები, ჩვენ ვფიქრობთ, რომ მომავალ წელს ჩვენი საბოლოო სცენარით 3%-ია სამიზნე მაჩვენებელი, დაახლოებით 3.5-ის ფარგლებში იქნება ინფლაცია მომავალ წელს. ეს არის ჩვენი საბოლოო სცენარი ყველა მიმდინარე წელს. მიმდინარე წელს. კი ბატონო. ბატონო, აი ამ გადმოსახედიდან ლარის კურსი კვლავ სტაბილურობას ინარჩუნებს, თუმცა იმის გათვალისწინებით რა პროცესებიც მიმდინარეობს გლობალურ ბაზრებზე, განსაკუთრებით საინტერესოა დოლარის ფაქტორი ამ შემთხვევაში, რა მოლოდინი უნდა ჰქონდეს დაუშვათ საქართველოს მოქალაქეს და შესაძლებელია თუ არა ლარის გარკვეულწილად გაუფასურების ტენდენცია ვიხილოთ, თუ ლარი მოახერხებს სტაბილურობის შენარჩუნებას 2026 წლის განმავლობაში. აქ მე მგონი ძალიან მნიშვნელოვანია ობიექტურად ვთქვათ ეროვნული ბანკის როლი, იმიტომ რომ ბოლო პერიოდში მე პირადად ვთვლი რომ ეს ძალიან მნიშვნელოვანი და პედაგოგიური მართებული პოლიტიკა უფრო მეტი, ჩვენ გვაქვს უფრო მეტი ორხრივი ინტერვენცია, ხომ? ორხრივი ინტერვენცია რას ნიშნავს, რომ ესე იგი როცა პირველ რიგში ვიტყვი რომ არ არის რაიმე კონკრეტული ნიშნული, რასაც ჩვენ ვფიქრობთ რომ მაინც და მაინც ამ ნიშნულზე იქნება კურსი, თუმცა თუ მაგალითად გამყარების ტენდენცია უფრო ყიდულობს სები დოლარებს და პირიქით ყიდის, ხომ რეალურად. ანუ ეს იყო ერთ-ერთი კი არა და ვიტყოდ ძირითადად მნიშვნელოვანი ფაქტორი, რამაც ბოლო პერიოდში კურსის მეტნაკლებად მაინც სტაბილურობა შეუწყო ხელი, იმიტომ რომ თქვენ იცით რომ მნიშვნელოვანი ზეწოლა იყო, ხომ ორივე მიმართულებით. ეხლა ამ ხრივ ვიტყვი რომ 25 წელი გამორჩეული წელი იყო, იმიტომ რომ რეკორდულად მართლა მაღალი შესყიდვები განახორციელა სებმა, საერთაშორისო რეზერვებს გულისხმობ, ანუ და თუ გამოჩნდა თქვა გაუფასურების ზეწოლა უნდა ვივარაუდოთ და ვიფიქროთ რომ გაყიდვის მიმართულებითაც იქნება ინტერვენციები, თუმცა ისევ და ისევ გააჩნია რა ტიპის ეგრეთ წოდებული შოკი იქნება, ხომ შესაძლო თავისთავად. ეხლა უბრუნდები ისევ კონფლიქტის რეზოლუციის სცენარს, რომელიც არ ჩანს მაღალი ალბათობით სამწუხაროდ რომ იქნება, თუმცა მაგალითად ასეთ სცენარში ჩვენ რა თქმა უნდა ვფიქრობთ რომ დადებითი ზეგავლენაც იქნება ჩვენ ეკონომიკაზე, თუმცა უარყოფითი ალბათ მეტი იქნება. ეს არ ნიშნავს იმას, რომ ის სავალუტო შემოდინებები, რაც ასე ვთქვათ, მიგრაციის ჩათვლით და სხვა ფაქტორების ჩათვლით, რაც ამ წლებში გადმომისამართთ, ასე ვთქვათ, საქართველოში, სომხეთის მაგალითია ძალიან საინტერესო ერთ-ერთში თუ შეხედავთ, იქაც ანალოგიური სიტუაცია. ეს არ ნიშნავს, რომ ყველა ეს სავალუტო შემოდინება, ასე ვთქვათ, გაქრება უცბად, თუმცა ჩვენ ვფიქრობთ, რომ რეზოლუციის სცენარში წმინდა ეფექტი უარყოფითი იქნება, ანუ იმ სავალუტო შემოდინებების ნაწილი, რომელიც შემოვიდა, სავარაუდოდ ეს ნაწილი უკან გავა. სხვადასხვა თქვენ იცით, რომ ჩვენ ვაქვეყნებთ ამ თემაზე ძალიან ბევრ პუბლიკაციას, როგორც მაკრო კუთხით, ასევე სექტორული ჩვენი კოლეგების სექტორული მიმართულებით და სულ ახლახანს თქვენაც ეთერში ვიტყვი, სულ ახლახანს კვლევა ჩავატარეთ, ანუ მიგრანტების კვლევა, რომელიც უფრო დამაიმედებელ შედეგებს გვაძლევს იმ გაგებით, რომ დაახლოებით 70%-მა უპასუხა, რომ ისინი უკვე საქართველოს განიხილავენ როგორც უფრო საშუალო და გრძელვადიან საცხოვრებელ ადგილს, თუმცა სხვა ინფორმაციაც არის ობიექტურობისთვის, მაგალითად ის, რომ ბინების შესყიდვის კუთხით მაინც ეს სეგმენტი არ არის იმდენად აქტიური. ამიტომ საკმაოდ წინააღმდეგობრივი
ჯამში მაინც საკმაოდ წინააღმდეგობრივი საკითხია. კი ბატონო, თვითონ ბიზნეს გარემო ტენდენციები არსებული სურათი დღევანდელი გადმოსახედი და ბუნებრივია, რა პროგნოზის გაკეთების საფუძველს და საშუალებას გაძლევთ და ეკონომისტებს გიყვართ და განსაკუთრებით საინვესტიციო კომპანიებში მუდმივად მუშავდება ყველა ტიპის სცენარი, მათ შორის კარგით, საშუალოც და გაუარესებული სცენარის. აი ამ გადმოსახედიდან საქართველოში პროცესების განვითარებას ეკონომიკურ ჭრილში რა ჭრილში განიხილოთ, მაგალითად, როგორი ტიპის სცენარი გაქვთ ამ წუთას რეალურად განსაზღვრული საქართველოს ეკონომიკის განვითარების კუთხით? თლიანობაში, რა თქმა უნდა, ბევრი ფაქტორია, თქვენ რაც შემოთვალეთ, რაც ვისაუბრეთ, აღარ გამომეორდები, თუმცა ერთი მთლიანი ტენდენცია, რაც იკვეთება, ეს არის ეკონომიკური ზრდის ნორმალიზებას ვეძახით ჩვენ ამას და ობიექტურად ეს ასეა. ნორმალიზება რაც ნიშნავს, ესე იგი ჩვენ დაახლოებით 5%, ზოგჯერ ცოტა მეტი, ზოგჯერ ცოტა ნაკლები ქონდა ზრდა, შემდეგ უფრო მეტად 2022 წლის მერე კოვიდის აღდგენა, რა თქმა უნდა, ცალკე თემა არის, მაგრამ ამ სავალუტო ნაკადებმა უზრუნველყო, ესე იგი, ამ სამსახურო მონეტთან დაკავშირებულმა ნაკადებმა უზრუნველყო უფრო მეტი ზრდა, თუმცა ერთი უნდა ვიცოდეთ, რომ ახლა 10%-იანი ზრდა მუდმივად მე პირიქით ვიტყოდი არამდგრადიც არის, ხო? იმიტომ რომ ძალიან დიდი ზრდა რო არის, მე ეს თავისთავად შეიძლება წინააღმდეგობრივად ჟღერს, მაგრამ რისკებს ქმნის. ამიტომ ნორმალიზების სცენარი ჩვენი ეკონომიკისთვის დაახლოებით 5%-იანი, რაც არის პრინციპში საერთაშორისო ორგანიზაციების პროგნოზი, ეს არის ის, რაც არის ჩვენი, ასე ვთქვათ, საბაზო სცენარი. როგორც მოგახსენეთ, ახლა ჩვენ ცოტა 4 ნახევარი ნაკლები გვაქვს, თუმცა 5 იქით-აქეთ ეს დიდი ასე ვთქვათ დიდი განსხვავება არ არის. ეს არის კი ბატონო. თქვენ დოლარი ახსენეთ და აქვე მესმის ბევრი დრო არ გვაქვს, აქვე დავამატებ, რომ ბიზნესისთვის რა არის ყველაზე ოპტიმალური ჩვენი აზრით, ისევ და ისევ სავალუტო რისკის და შესაძლებლობის კუთხით, თქვენიც ჩვენი აზრი, რომ ჩვენ ერთ ვალუტაში ბიზნეს არასდროს არ ურჩევთ სესხებას, ეს რომელი ვალუტაც არ უნდა იყოს, ასევე სცენარები ახსენეთ თქვენ, გარკვეული ალბათობა ყოველთვის უნდა კონდეს სტრესულ სცენარს გადაწყვეტილების მიღების დროს. რა თქმა უნდა, ხვალ რა იქნება ზუსტად ეს არ ამის. კი ბატონო, ძალიან დიდი მადლობა. ოთარ ნადარაი იყო ბიზნეს პარტნიორის პირდაპირ ეთერის სტუმარი.